რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების პარალელურად სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა და სანიაღრო ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს. ჭყონდიდელის უბანში, ასევე გიორგაძის და რჩეულიშვილის ქუჩებზე გზის საფარი 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს კიდევ 3 მისამართზე. უახლოეს პერიოდში გზის რეაბილიტაცია კიდევ 7 ადგილზე დაიწყება. რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბურ პროექტებთან ერთად ქალაქში ლოკალური პრობლემებიც ეტაპობრივად გვარდება. იცვლება ასფალტის საფარი და სანიაღვრეს სისტემა. სამუშაოები უკვე დასრულებულია 15 მისამართზე, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის. კომპანიამ მიიღო დავალება 25 ლოკაციაზე, ნახევარზე მეტი უკვე დასრულებულია. უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება თბილისის ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩაზე, ცურტაველის ქუჩაზე, ფანცულაიას ქუჩაზე. სამუშაოები გაგრძელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული მოცულობის ამოწურვამდე. ჩვენ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ კიდევ ერთ ხელშეკრულებას და უფრო აქტიურად დაიწყება მთელი ქალაქის ტერიტორიაზე გზების ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები.